გამარჯობა ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია და ამ დროიდან მოგისმენთ თქვენ ინტერაქტივში ნომერზე 557 88 55 ჩვენი შეკითხვა ასეთია: მზად ხართ თუ არა ბრძოლისთვის არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ? ბუნებრივია ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და აქტუალურ საკითხს შეეხება ჩვენი გადაცემაც დღეს. ველოდებით თქვენს ზარებს ნომერზე, რომელიც ეკრანზეა მითითებული. მზად ხართ თუ არა ბრძოლისთვის საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ? სხვათა შორის ხალხის მოქმედებას, ხალხის პროტესტს რომ დიდი ძალა აქვს, ეს კარგად გამოჩნდა მონტენეგროს შემთხვევაში, იგივე ჩერნოგორიაზე ვსაუბრობ მე ზუსტად 2025 წელს. იგივე არაბულმა კომპანიამ Eagle Hills-მა დაიწყო 30 მილიარდ დოლარიანი პროექტის განხორციელება ჩერნოგორიაში. ამისთვის გამოიყო 12 კილომეტრიანი ზღვისპირა ზოლი, მაგრამ მოულოდნელად ადგილობრივმა საზოგადოებამ ძალიან მძიმე, ძალიან მკაცრი პროტესტი გამოაცხადა ამ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით. საბოლოოდ კი ხალხის ძალამ მონტენეგროში გაიმარჯვა და შეჩერდა არაბული ქალაქების მშენებლობა მონტენეგროს 12 კილომეტრიან ზღვის სანაპიროებზე, რომელიც ახალი დუბაის სახელით იყო ცნობილი და ასეთი მშენებლობა იგეგმებოდა ზუსტად მონტენეგროში. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, Eagle Hills-ის დირექტორმა ღიად თქვა, რომ ის აუქმებს ყოველგვარ პროექტს ჩერნოგორიაში, თუ კი ხალხის სურვილი არ იქნება ეს და ხალხის მხარდაჭერა არ ექნება აღნიშნულ პროექტს. ასე რომ საქართველოშიც მოგვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მიწების დასაცავად, ეს არის რა თქმა უნდა აუცილებელი და ამის გარეშე ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს კვირას 4 საათზე რუსთაველის ძეგლთან დანიშნულია პირველი აქცია. მზად ხართ თუ არა იბრძოლოთ საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ? გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? ეთერში ვარ? გამარჯობა, გისმენთ პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, შემოგევლე დიდი პატივისცემი თქვენგანი. აგრეთვე მიეწევ. ჩემო კარგო ადამიანო, იცით რა არის? ვაიმე, ჩვენ რა გვეშველება, კაცო, იცი რა, ის აი განგაში უნდა ავტეხოთ უკვე შემოგევლე. და რო შეიძლებოდეს აი მთელი საქართველოს ხაზე უნდა გავაკეთოთ ბანერი. სოს. დიახ. დიდი მადლობა. არ ვიცი რა, აი უკვე ისეთი გულმა აქვს გატეხილი, რომ თურქებისა უკვე უკაცო აჭარაო და კერძოდ ბათუმიო. ბოლოს როდის იყავით აჭარაში, ქალბატონო? ბოლოს მე დიდი ხანია შვილო, მე ახლა ხნოვანი ვარ. აი ახლა რომ ჩახვიდეთ, თქვენი თვალით ნახავდით, ქუჩაშიც რომ გაიაროთ, მიხვდებით რა ვითარებაა ბათუმში. და რა შეიძლება შემოგევლე თუ ღმერთ მარინება. აი ჩვენ ძალა შეგვწერს, მე ყველა იმაზე მოვა შეკრებაზე, მაგრამ რას ვიზამ, რა ვიმაჯვებთ? დიდი მადლობა თქვენს არისთვის. ამის პასუხია მონტენეგროს შემთხვევა, როდესაც არაბული ინვესტიცია იგივე კომპანიის მიერ განხორციელებული არაბული ქალაქების მშენებლობა ჩავარდა მონტენეგროში, იმიტომ რომ ხალხმა ძალიან დიდი პროტესტი გამოაცხადა ამასთან დაკავშირებით. უკან არც ერთი წუთით არ დაიხია მოსახლეობამ და აი ეს მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო. განსაკუთრებით კავკასიელი ხალხისთვის, როგორც ქართველები ვართ და ეს არაბები ისტორიულად ჩვენ სისხლს გვიშრობდნენ და თუკი მონტენეგრომ შეძლო ეს ხალხის პროტესტით, ჩვენ უფრო მეტ შევძლებთ. უფრო ჯიუტები ვართ, უფრო პრინციპულები ვართ. ვფიქრობ მე კავკასიური ხალხები, განსაკუთრებით კი ქართველები. ზარია, მზად ხართ თუ არა ბრძოლისთვის და მოქმედებისთვის? გამარჯობა, გენეცუდეთ. მზად ვართ, რა თქმა უნდა, მაგას მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება ეკრანზე დაწეროთ მეორე ნომერი, რომელზედაც ვიდეო უნდა გამოგვდავნოთ. კეთილი, მე შევახსენებ ჩვენს მაყურებლებს თუ რადიო მსმენელებს, აგრეთვე დაწყებულია აქციის სამზადისის პარალელურად ვიდეო გამოკითხვები თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც ასე ფიქრობს, უნდა ჩაწეროს ძალიან მოკლე ვიდეო შემდეგი ტექსტით. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის.
როგორც კი ამ ვიდეოს ჩაწერთ, მაშინვე გამოაგზავნეთ შემდეგ ნომერზე WhatsApp-ის, Viber-ის, Telegram-ის თუ სხვადასხვა შესაძლებლობებით ეს ვიდეო 591-94-95-45-a ნომერი. ვიმეორებ, ამ ნომერზე არ უნდა დარეკოთ, არც მესიჯი არ უნდა გააგზავნოთ, მხოლოდ თქვენი ვიდეო უნდა მიაწოდოთ ოპერატორს. 591-94-95-45 მილიონამდე ადამიანის ვიდეო თუ შეგროვდება, ამ შემთხვევაში ბრძოლა ჩვენ გაგვემარტივდება. თქვენც უნდა გაიგოთ ჩვენი, ნურავით არ მესიჯს ნუ გამოაგზავნით, ნურავით არ წერილს, ნურც დარეკავთ ამ ნომერზე, რაც უკვე ჩაგაწერინეთ, იმიტომ რომ ოპერატორი უბრალოდ ფიზიკურად ვერ გაწვდება ამდენ ადამიანს, რომ სათითაოდ უპასუხოს და სათითაოდ რაღაც თავიდან აუხსნას. არა, წერთ ვიდეოს შემდეგი ტექსტით. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის. ამ ვიდეოს კი ვაგზავნით ნომერზე 514-94-95-45. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. ისიც რამე კვირ. რატომ არის თბილისი და თბილისელები დაყურებლების როლში? თითქოს ბიანეთ ამფითეატრში დაუყურებენ აი ამ სცენას. მარტო თბილისელები რომ მოვიდეთ აქციაზე, ეს საკმარისი იქნება. და რატომ ვერ გავიგე 89 წელში როცა დაანგრიეს სწორედ თბილისელებმა დაანგრიეს ჩვენი დაალაგებული ცხოვრება და იძახოდნენ ოკუპანტი რუსეთი ოკუპანტი აი ახლა ვინ არის ოკუპანტი ვინ არის რატო არ გამოდიან რატო ძინავთ და სადიმალებიან ხალხს აურიეს ცხოვრება ეხლა არიან საზღაც მიყუჩებულები და შეერს უყურებენ თორე თბილისელები გასაგებია ქალბატონო, რასაც ამბობთ, ვფიქრობ 30 ნოემბერს კვირას რუსთაველის ძეგლთან 4 საათზე გამოჩნდება ხალხის სურვილი, ხალხის პოზიცია. თუ ბევრნი ვიქნებით, შედეგიც კარგი იქნება. თუ ცოტანი ვიქნებით, შედეგიც გაჭიანურდება და გართულდება ძალიან. ხალხზეა დამოკიდებული. თავად ხალხი წყვეტს ამ ზეპარტიულ, უპარტიო აქციაში მიიღებს თუ არა მონაწილეობას. ზარია, მზად ხართ თუ არა ბრძოლისთვის საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ? შემოგევლეთ. აი, ეხლა ხალბატონმა რო დაარეკა, ვეთანხმები ყველანაირად, რა და ხალხო 30 იქნება, პირველი იქნება თუ 7 თუ 8 მნიშვნელობა არ აქვს. ყავზგეს ხო გვიყვარს ჩვენი სამშობლო. ჩვენი თბილისი ხო გვიყვარს, თუ მე აგერ კახეთში ვარ, იქიდან გირეკავთ. ჩემი თელავი მიყვარს, ჩემი საქართველო მიყვარს. სამეგრელო, იმერეთი, სვანეთი მნიშვნელობა არ აქვს. აძეკით ხალხო და გავიდეთ. და დავამთავროთ ამათი ეს შელეგობა რა, ამათი გაიცვერობა. რა შუაშე პარიზში გაიყიდა, რახამს პარიზი გაიყიდა, მე ჩემი რუსთაველი უნდა გავყიდო? ჩემი ქაშვეთ უნდა გავყიდო? თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო. პატრიოტ ალიანს გაუმარჯოთ და ყველა კონსერვატორს. თქვენ გენაცვალეთ. მე მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ რომ 30 ნოემბერს უპარტიო აქცია დაგეგმილი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისი მომხრეა, ვინ ვისი მხარდამჭერია. ყველანი ქუდზე კაცი გავდივართ და არაბული ქალაქების მშენებლობას საქართველოში ვუწევთ კატეგორიულ წინააღმდეგობას. კვირას 4 საათზე 30 ნოემბერს რუსთაველის მეტროსთან, ანუ რუსთაველის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს. ზარია, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. მე თბილისში ვარ, გენაცვალება ამოწილებლად გამოვა მაგაქციაზე. დიახ. ხო და არ ვიცი თბილისელების ჯირი რატოსის ვინ არის ვისზე ნაკლები აუცილებლად გამოვართ მაგაქციაზე. მადლობა თქვენ ზარისთვის. მე ხშირად გავიმეორებ ამ გადაცემაში იმ მაყურებლებისთვის და რადიო მსმენელებისთვის, ვინც შემოგვიერთდნენ მოგვიანებით, რომ მონტენეგროში წელს მოხდა ანალოგიური შემთხვევა. Eagle Hills-მა ზუსტად იგივე კომპანიამ წამოიწყო 30 მილიარდ დოლარიანი ინვესტიციის განხორციელება მონტენეგროს 12 კილომეტრიან ზღვისპირა ზოლში.
მაგრამ ამ ყველაფერს მოყვა საზოგადოების უდიდესი პროტესტი მონტენეგროში, იგივე ჩერნოგორიაში და საბოლოოდ Eagle Hills-მა ამ არაბულმა კომპანიამ უკან დაიხია. იგივე სცენარი იყო ზუსტად. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, შეხვდა ადგილობრივ ხელმძღვანელობას და მთავრობას ემირატების. შემდეგ ის დაბრუნდა თავის ქვეყანაში და ამბობდა, რომ აბაო ინვესტიციები არ გვინდაო, ინვესტიციები გვჭირდებაო. ზუსტად ერთ-ერთში მოხდა ვიმეორებ მონტენეგროში ასეთი რამ. მაგრამ ხალხის პროტესტმა, ხალხის ძალამ აჩვენა, რომ ვერ განხორციელდებოდა ეს პროექტი, ამიტომ Eagle Hills-მა უკან დაიხია. თქვენს რომ შეცდომა იყო ამ ყველაფრის განხორციელება და თუ კი ხალხი მხარს არ დაგვიჭერს ადგილობრივი, მაშინ ჩვენ არაფერს არ გავაკეთებთ. ასე რომ საქართველოში ყველამ გავითვალისწინოთ, რომ პროტესტს, აქტიურობას აქვს ძალა და მნიშვნელობა. ზარია ეთერში, გისმენთ? შუადღე მშვიდობის, გისმენთ. პროტესტი იქნებოდა, რა თქმა უნდა, დიდი ჭირია რა ეს არაბიზაცია. მაშინ იქნებოდა აზრი, ეს სამსახური ვაკეთებოდა. 20-ში პატრიოტთა ალიანსი, 30-ია პატრიოტთა ალიანსი. სხვათა შორის მახსენდება 20 წელს 7 ივლისს დაანონსებული ეს LGBT საგრანდო აქცია 6 ივლისს პატრიოტთა ალიანსმა ხატომად ჩაატარა. სად რომელ წელს იყო ეს, რას ამბობთ? 21-იანოში. არა, მსგავსი რამ არ ყოფილა. არა, ტყუილი ამას ავრცელებენ შეგნებულად სხვათა შორის. შეგნებულად სოციალური ქსელებით იწერება სპეციალურად ასეთი ყალბი მესიჯები. ბატონო, მე ვიხარ მონაწილე და მე ვიცი. როგორ იყავით? მე ობიექტივში ვმუშაობ 15 წელია და ყველა დეტალი ზეპირად ვიცი, რა გაგვიკეთებია და რა აქტიობა გქონია. რატო ახსება შეთანხმება? აი მაინტერესებს რა. კარგად მომისმინეთ ბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის, ვუპასუხებ ამას. რაც უფრო მეტი აქცია, რაც უფრო მეტი გამოსვლა იქნება ამ თემასთან დაკავშირებით, მით უკეთესია. რითი არ ესმით ეს ზოგიერთს რომ პოლიტიკური ქულებისთვის უნდათ ამ თემის გამოყენება. არა, ეს ზეპარტიული თემაა. ბევრი აქცია უნდა იყოს და ბევრი გამოსვლა. ჩვენ დავნიშნეთ ეს გამოსვლა, ვისაც სურვილი აქვს შემოგვიერთდეს, მოვიდეს და ერთად დავდგეთ. შემდეგ სხვა აქცია თუ გაიმართება, სხვისი ორგანიზებული, ჩვენც მივალთ და ჩვენც დავდგებით. არ არის აქ არანაირი პრობლემა, რაღაც ღვარძლს, ბოროტებას ნუ ანთხევს ზოგიერთი. ეს უპარტიო აქცია, გული მართლა შეგვტკივა ამ პრობლემაზე და საქართველოზე და ამას არ ვაკეთებთ ჩვენ რაიმე სხვა მიზნით და სხვები რა მიზნით აკეთებენ, მე მგონი რაღაც ეჭვებს აჩენს უკვე ეს შემოტევითი კამპანია, რაც ბოლო დროს სახეზეა. ზარია გადაცემაში მზად ხართ თუ არა ბრძოლისთვის არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ? გამარჯობა, გენაცვალე, გამარჯობა. მოგესალმებით. კი არა. ოჯახში არ უნდა დარჩეს არავის, ქუძზე კაცი გარეთ უნდა გამოვიდეს. ეს ინვესტიცია არ არის. ინვესტიცია თუ უნდა დაგვიშენოს ქარხნები, ფაბრიკები და სხვა რამები, რომ ხალხი დასაქმეს. არაბები გჭირდება, ისტორიული მტრების შემოწევა გჭირდება. ქუძზე კაცი. ჯენი, ბებერი, ახალგაზრდა, ყველა. დიდი მადლობა. აქციის ორგანიზების პარალელურად ამოქმედდა ცხელი ხაზი, სადაც ვიდეო გამოკითხვების გაგზავნა შეგიძლიათ ძალიან მოკლე ტექსტი თქვენი მობილური ტელეფონით. უნდა აიღოთ, გადაუღოთ საკუთარ თავს და თქვათ: მე წინააღმდეგი ვარ საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის. ხოლო ეს მოკლე ვიდეო, მხოლოდ ეს ტექსტი უნდა თქვათ. გააგზავნეთ WhatsApp-ით, Telegram-ით, არ ვიცი, სხვადასხვა შესაძლებლობებით გნებავთ Facebook-ში, მე გამომიგზავნეთ, გნებავთ ირმაინაშვილს ობიექტივის გვერდზე გააგზავნეთ, გნებავთ აღნიშნულ ნომერზე გააგზავნეთ WhatsApp-ის, Messenger-ის, არ ვიცი, სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელებით. 591 94 95 45. ნურც დარეკავთ ამ ნომერზე, ნურც მესიჯს გააგზავნით, ნურც ხმოვან შეტყობინებას, მხოლოდ მოკლე ვიდეო. ზარია, გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? გაითიშა, ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია 557-98-45-88. ინტერაქტივი შეკითხვა ასეთია: მზად ხართ თუ არა ბრძოლისთვის საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ? გისმენთ? გამარჯობა ილია, მზად ვარ და საჭირო იქნება
აპაჩენის დარდანგულ ყუა ფროცად გამოვაგორე. აი ეგრე. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. ვინც ახლა შემოგვიერთდა გავიმეორებ, რომ მონტენეგროში წელს იგეგმებოდა Eagle Hills-ის იგივე კომპანიის მიერ 30 მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელება. ახალი დუბაის აშენებას აპირებდნენ მონტენეგროს 12 კილომეტრიან ზღვისპირა ზოლზე, მაგრამ ხალხის პროტესტის შედეგად ეს მშენებლობა მონტენეგროში შეჩერდა. შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ. მთავარია საზოგადოების აქტიურობა. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა ილიაშვილო. რა თქმა უნდა, ყველა წამოვა აქციაზე, იმიტომ რომ სათავისო კანონები შემოაქვს, ინვესტიციაო სათავისოდ რომ მოირგეს. გატო საქმო კანონები არ შემოაქვს მოსახლეობის. მაგალითად, ინვესტიცია რომ შემოვაო, პენსია გაიზრდაო, ხელფასები გაიზრდაო, ეს გაიზრდაო. ყოველთვის ამას ამბობთ, სამეკითხებია, მაგრამ ჩვენ არაფერი არ გვინახია. 20 ლარის გაზის მეტი 70-მდე პენსიონერს. ერთი სათხოვი მაქვს ილიაშვილო. იცოდე წამოარი მაქვს და თუ პენსიონის საკითხი არ იქნება გაახილული. გასაგებია, მადლობა თქვენ ზარისთვის. ეთერშია ინტერაქტივი, ვსვამთ ასეთ შეკითხვას, ყველაზე აქტუალური თემაა ეს და აქედან გამომდინარე ობიექტივის თითქმის ყველა გადაცემა ამ მიმართულებით არის ახლა. მზად ხართ თუ არა ბრძოლისთვის საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ. პირველი გზა ბრძოლისა, ეს არის აქცია, რომელიც 30 ნოემბერს არის დანიშნული რუსთაველის მეტროსთან, რუსთაველის ზეგლთან შესაბამისად 4 საათზე კვირას, 30 ნოემბერს. ვიკრიბებით ამ ლოზუნგით არა არაბული ქალაქების მშენებლობას საქართველოში, არა ქართული მიწების გაყიდვას უცხოელებზე და არა მიგრანტების მასიურ შემოდინებას საქართველოში. და აგრეთვე მეორე გზა ბრძოლისა. ვიღებთ მობილურ ტელეფონს, ვიდეო საშუალებით ვწერთ, აი ასეთ ტექსტს. მე წინააღმდეგი ვარ საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის. ხოლო ამ ვიდეოს უკვე ვაგზავნით ნომერზე 591 94 95 45. აუცილებელია მილიონი ასეთი ვიდეო შეგროვდეს, რომ ეს გამოკითხვა იყოს ძალიან მასშტაბური ვიდეო გამოკითხვა. ვერავინ რომ ვერ გითხრას, რომ იცით რა არ ვენდობი შენს გამოკითხვას. იმიტომ ვიდეო იარსებებს, ფიზიკური ვიდეო. მე გთხოვთ, რომ WhatsApp-ით, Messenger-ით, Telegram-ით, ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით აღნიშნულ ნომერზე გააგზავნეთ ვიდეო. მხოლოდ ვიდეო. ნურც დარეკავთ, ნურც რაღაც ხმოვან შეტყობინებას გააგზავნით და ნურც მესიჯს. გთხოვთ უმორჩილესად, წარმოგიდგენიათ რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე და ამიტომ გამარტივებული უნდა იყოს ყველაფერი. ჩვენ არ გვაქვს ისეთი დიდი რესურსი, რომ ახლა 3000 ოპერატორი დავსვათ და ყველა ზარს ათითაობთ უპასუხოთ. შეზღუდული ვართ რესურსებში, ფინანსურადაც და ყველა შესაძლებლობით, ამიტომ მარტივი გზა ავირჩიეთ. მხოლოდ რამდენიმე წამიან ამ ვიდეოს ვაგზავნით ნომერზე და არ ვაწუხებთ ოპერატორს, რომელიც ერთი კაცია და ყველას ფიზიკურად ვერ უპასუხებს. შემოდის 10000 მესიჯი და 10000 გზავნილი შეიძლება დღეში და ამიტომ გაგებით მოეკიდეთ ამას. ზარია, გისმენთ? ბატონებია, ისიც მე თქვენ ვერ გასწავლი ჭკუას, მაგრამ ძალიან ჭკვიანი ხალხი არის, მაგრამ რა მინდა ისიც, აი აქციებამდე ყველა პარტია გარდა ოცნებისა და ქოცებისა, რომ ნაცებისა, რომ დააჯდნენ ყველა პარტიის წარმომადგენლები გაერთიანდა, თქვენ ხომ ეცნოთ ძალა ერთობაშია, ერთად მოილაპარაკო გეგმა, პროგრამა, რასაპირებენ, მე იცით რა არის აქცია, რომელიც აი მოვიდა 20 დაიშალა, ეს არაფრის ისეთი არ არის. აი გახსოვთ როგორი აქცია ჩატარდა, როცა შევარდნაძე წავიდა. 1-10 დღე ხალხი გარეთ იყო. იმიტომ ვიძახი თბილისელებს, რომ მაგენი მან ცხოვრობენ, მან შეუძლიათ რომ გარეთაც დარჩნენ. რაიონიდან ჩამოსულ ადამიანს უჭირს, ჩამოვიდა, უნდა წავიდეს. ასე არაფერი არ გამოვა. თუ არ გაერთიანდა ყველა პარტია, ნაცებისა და ქოცების ლოზუნგი იცით რა არის? მე გამიგია ჩემ გვერდის ახლობლებისაგან. მე ვიყო კარგად და საფეხზე ვკიდი ეს ხალხი იქნება. გავიგეთ თქვენი სათქმელი, უღრმესი მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს. 30 ნოემბრის აქცია არ არის პარტიული. ამის ორგანიზატორები არც ერთი პარტია არ გახლავთ. საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა
საქართველოს მოქალაქეების. ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენთან ერთიანად, როგორც მოქალაქეები, ვაკეთებთ ამის ორგანიზებას. ყველა მეთოდს ბრძოლისა გამოვიყენებთ მშვიდობიანს. კი ბატონო, მისაღებია თქვენი აზრი, რომ ცალკე პარტიებიც დასხდნენ და რაღაცა გაიარონ და ერთმანეთში მოილაპარაკონ გეგმებზე და ერთად იბრძოლონ. მესმის ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და საინტერესოა ეს გზაც მომავალში გამოვიყენოთ. ზარია, გისმენთ? მისმინეთ, მე საქართველოში არაბული მშენებლობის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. დიახ, გასაგებია. მადლობა თქვენ რომ დაგვირეკეთ. მონტენეგროში წელს 2025 წელს იგეგმებოდა იგივე კომპანიის მიერ, იგივე ხელწერით ძალიან მსხვილი მშენებლობების წარმართვა, ახალი დუბაის აშენება უნდათ მონტენეგროს ზღვისპირა რაიონებში, მაგრამ საზოგადოების უმწვავესი პროტესტის შემდეგ არაბულმა კომპანია Eagle Hills-მა მონტენეგროში უკან დაიხია. გააუქმა ყველანაირი გეგმა, პროექტი მონტენეგროში. ასე რომ ხალხის ძალას, მოსახლეობის პროტესტს უდიდესი ძალა აქვს. ყველას მოგიწოდებთ მე როგორც ერთი მოქალაქე, თქვენც აღიმაღლოთ ხმა, არ აქვს მნიშვნელობა ვიმეორებ ვისი მომხრე ხართ, რომელი პარტიის მხარდამჭერი ხართ, ეს ზეპარტიული თემაა. სტუდიის ტელეფონის ნომერია 555-88-45-88. მზად ხართ თუ არა ბრძოლისთვის არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ. ზარია, გისმენთ? ალო. მოგესალმებით, გისმენთ? თქვენი ჯერიმე ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. შევეშვათ პარტიების ლანდვა, გადმოლანდვა. ავიღოთ ყველა ხელში რაც შეგვიძლია ფიჭალი, თოხი, ბარი, გავდევნოთ არაბები და გავდევნოთ ერთმანეთს, რაც აკეთებენ რას? ამუსულმანებენ ქვეყანას. რა არის ეს შეიძლება? რა ამბავია? გასაგებია. ყველანაირი მშვიდობიანი გზით უნდა ვიმოქმედოთ, ეს იქნება ჩემი სათქმელი თქვენ ზართან მიმართებაში. 557-88-55-88. შეგახსენებთ, რომ არაბული კომპანია Eagle Hills-ი ბათუმში, გონიოს ტერიტორიაზე 260 ჰექტარ ზღვისპირა ზოლს მიიღებს სახელმწიფოსგან, სადაც არაბული ქალაქი აშენდება და აგრეთვე მიიღებს წანიში, ანუ თბილისში 600 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთს, უზარმაზარ მასშტაბებზეა საუბარი. ეს ძვირფასი მიწები, ძვირფასი ასე ვთქვათ, ტყე, ბარი ჩვენი ქვეყნისა გადაეცემათ არაბებს და უდიდესი მეგაპოლისები იქნება აშენებული აქ. ამის წინააღმდეგ კი დაგეგმილია პირველი აქცია 30 ნოემბერს, ხოლო სხვადასხვა მოქმედების გზებსაც ჩვენ გაცნობთ საუბრის პარალელურად. გამარჯობა, ეთერში ხართ. გამარჯობათ. დიახ. რა არის ისეთ ფოტო რო უნდა გადავიღოთ, უკაცრავად ერთი ჩაუწერდოთ. ვიდეო, დიახ, ვიდეო. და ისეთ ტელეფონი დამაწერინეთ რა. 5 ტელეფონი მოვასწარე ჩაწერა. კი ბატონო, გიგარნახებთ 591 დიახ. 94 დიახ. 95 დიახ. 45. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ვიმეორებ ძალიან მოკლე ვიდეო უნდა ჩაწეროთ. ასეთი ტექსტით. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის. ხოლო შემდეგ ეს ვიდეო, მხოლოდ ვიდეო კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ. უნდა გააგზავნოთ აღნიშნულ ტელეფონის ნომერზე დაკავშირებულ WhatsApp-ზე, Viber-ზე, Telegram-ზე. გნებავთ ილია ჩაჩიბაიას, მე Facebook-ით გამომიგზავნეთ, ირმა ინაშვილს, მედია კავშირ ობიექტივის Facebook-ზე გამოგზავნეთ გნებავთ. არ ვიცი, პატრიოტთა ალიანსის ვებგვერდზე შეგიძლიათ Facebook-ში გამოაგზავნოთ. როგორც შეძლებთ მოგვაწვდინეთ ხმა, ოღონდ ერთადერთი თხოვნა, ნურც დარეკავთ მითითებულ ნომერზე, ნურც SMS-ს გააგზავნით, ნურც რაღაც ხმოვან შეტყობინებას გააგზავნით, მხოლოდ ვიდეოს ვაგზავნით და ამით მთავრდება ყველაფერი. ზარია, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ილია, მინდა გითხრათ, რომ ქვრივი შვილი
წყვილს ამბობს და 33%-ის ფლობელი ვერ იქნება თანამფლობელი. არანაირ პარიტეტზე მანდ არ არის ლაპარაკი და ეს კიდევ ერთი დიდი ტყუილია. რა თქმა უნდა, ყველა გამოვალთ ღმერთი ჩვენსკენ არის, სამართალი ჩვენსკენ არის, სიმართლე ჩვენსკენ არის და აუცილებელია რომ დავუჯეროთ დათოსაც და ირმასაც, იმიტომ რომ იმ ხელა გამოცდილება აქვს. აი ეხლა ვუყურებდი ამ დღეებში ირმას გამოსვლებს არ გამთიშო, ძალიან თქო. გაგიჟებული ვუსმენდი და ჩემ თავს ვეკითხებოდი, რომ ეს ეხლა მე სად ვიყავი მაშინ, მე ძინა მყარი ვიყავი და გეტყვით ჩემი და ჩემნაირების მდგომარეობას. დედა გვეგონა რომ აი 5 კომლი იქნება და მე არ იკადრებენ. გვეგონა რომ აი კაი 7 კომლი იქნება და მეც ხო აღარ იზამენ. თურმე ჯერ სადავართ. ამიტომ აბსოლუტურად ღრმად წმენით, გულით, სულით, გონებით აბსოლუტურად ვენდობი დათოს და ირმას. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. მადლობა რომ დაგვირეკეთ. მე მინდა ერთი ვიდეო მოვამზადოთ, ახლა საეთეროს გადავუგზავნე და ეს ვიდეო გავუშვათ რამდენიმე წამში, როგორც კი მზად იქნება, პატრიარქის განცხადებაა. არქივიდან სხვათა შორის სწორედ ამ მიწების თემაზე აგრეთვე. ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სახელმწიფოა და ჩვენ უნდა ვიღებდეთ საზოგადოება გადაწყვეტილებას უმნიშვნელოვანის თემებზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რასთანაც ახლა გვაქვს ჩვენ შეხება. ვიმეორებ, ქართული მიწების ასეთი მასშტაბური მოცულობით გასხვისება უცხოელებზე არის წითელი ხაზი. ჩემი აზრით ერთი მოქალაქის. ზარია გისმენთ? ისა ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ არაბული მშენებლობის. დიანა და ლუიზა რაზმაძეები. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. მე გთხოვთ რომ ვიდეო გამოკითხვაშიც მიიღოთ მონაწილეობა, ეს მტკიცებულების სახით უნდა დაიდოს. არც სახელის და გვარის მითითებას გთხოვთ, მხოლოდ ვიდეო გადაუღეთ საკუთარ თავს. თქვენ თუ არ გაქვთ ასეთი მობილური ტელეფონი, მეზობელი, ნათესავი, ალბათ გეყოლებათ. ჩაწერეთ მოკლე ვიდეო ასეთი ტექსტით. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის და ინტერნეტის მეშვეობით მხოლოდ ვიდეო გამოაგზავნეთ ნომერზე 591 94 95 45. ახლა კი ვნახოთ ვიდეო, რა თქვა საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 2013 წელს ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვის თემასთან დაკავშირებით. არის ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა არ შეიძლება. არავის არ აქვს, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს, არავის არ აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა, ქართული საბადოები, ქართული მდინარეები, წყაროები. არის ისეთი ღირებულება, რომლის გაყიდვაც არ შეიძლება, ამბობს საქართველოს პატრიარქი ქართულ მიწებთან მიმართებაში. ზარია, გამარჯობა. მოგესალმებით. თქვენ ქვეყანაში რა დაჭირებას გაძლევთ? არა მარტო მიწების გაყიდვა, 1000 უცხოელი საფლება. ეს რა თქმა უნდა, დასავლეთის ინტერესებში შედის, ერთ-ერთი და ამ დასავლეთის ინტერესთან ანგარიშ მეორე კიდე ამ ყველაფერს აქცია უშენი. არც ხალხის პროტესტი არანაირი არ უსწრებს, დამას უსწრებს ერთადერთი ოღონდ გარჩეა რომ დავანაცოთ. ეს სოციალიზმი უნდა დამყარდეს ქვეყანაში. აი ამის შესრულება ყველა. მადლობთ. ცუდად ისმის თქვენი საუბარი სამწუხაროდ ეთერში მე ვერ ვგებულობ პრაქტიკულად, მაგრამ შეგახსენებთ რომ მონტენეგროში იგივე პროექტი ოღონდ უფრო მასშტაბური 20 მილიარდი გამოყო არაბულმა კომპანიამ, ზუსტად ამავე არაბულმა კომპანიამ, ეს ჩაიშალა. 2025 წელს ეს ხდება სულ რამდენიმე თვის წინ მონტენეგროში. ხალხის პროტესტმა შედეგი გამოიღო, იგლ ჰილსი გავიდა მონტენეგროდან.
ახლა საქართველოდან უნდა გავიდეს და ამისთვის ბრძოლა დაგვჭირდება. ზარია, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გამარჯობა. ალო. მოგესალმებით, ეთერში ხართ. აი, რა მაინტერესებს, აი, აქცია რო არის დაგეგმილი თქვენი 30 იქით კონსერვატორები გეგმავენ რაღაც სექტემბერში, რომელიც სექტემბერში რაღაც სოციალურ სფეროში უთანხმოებები წარმოიშვა დაკავშირებით. ეხლა უთანხმოების დრო არ ამგონია რომ ბუნებრივია უთანხმოების დრო არ არის, ახლა მიზანია მთავარი და ერთად უნდა შეუდგეს ამ თავრობის გაყრას და რაღაც ამ თემასთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ ორი ეგრე სიტყვა. დიდი მადლობა ზარისთვის. მე ვთვლი, ჩემო ბატონო, რომ რაც უფრო მეტი აქცია იქნება, მით უკეთესია. ბრძოლა უნდა იყოს მასშტაბური და ბევრი. ახლა ილუზია არ უნდა გქონდეს ჩვენ არაფრის, რომ ერთ აქციაში ყველაფერი უცებ დამთავრდება. ბევრი გამოსვლა, ბევრი აქცია მოგვიწევს, მაგრამ თავარია 30-ში ბევრნი ვიყოთ მასშტაბური აქცია წარმოჩნდეს. ყველა, ვისაც გული უძგერს სამშობლოსთვის, ვისაც ამ მიწების გაყიდვა აწუხებს, ვიკრიბებით 30 ნოემბერს. ყველა იქ მივდივართ, უპარტიო აქცია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისი მომხრეა. შემდეგ სხვა აქციები, როდესაც გაიმართება, იქაც წავალთ სიამოვნებით და იქაც მივიღებთ მონაწილეობას. რატომაც არა? რა გითხრათ მეტი? არავინ არაფერში არ იბნევა აქ. ძალიან მარტივად დგას საქმე. ბევრი აქციაა საჭირო, მივესალმებით ყველას მოქმედებას არაბული ქალაქების წინააღმდეგ. და ბევრ აქციაზე უნდა ვიაროთ. განსაკუთრებით 30-ში პირველი აქციაა და იქ უნდა გამოჩნდეს ვიმეორებ ჩვენი ერთსულოვნება ხალხის. ზარია, გისმენთ? შუა დღეს შვიდობის. გამარჯობა, ჩემო ბატონო. ის ჩემი ხმა ბატონელია. ისმის ჩემო ბატონო, დიახ. თქვენთან ბოდიში ხდი შეიძლება ცოტა უცნაური შემეპარა. აი ეს პარაგრაფი სამშენებლო კომპანია პარაგრაფის პრობლემი რო დაიჭირეს. ეგ თქვენი აქციის საპირწონეთ ხო არ არის გაკეთებული? იმიტომ რომ აჩვენოს რომ აი ააშენონ მე წავარწევ და ჩვენი იქნება ყველაფერი. ეგ გაფრენია ნუ დაბალიმებისათვის, ფენებისათვის. ბოდიში შეიძლება ცოტა მადლობა ზარისთვის, არ ვიცი ამაზე რა გიპასუხოთ. 5-5-7-88-45 მზად ხართ თუ არა ბრძოლისთვის საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ. გისმენთ, ეთერში ხართ? ალო. გამარჯობა. გამარჯობათ. რა თქმა უნდა მოვდივართ აქციაზე 30-ში. და ერთი რამე უნდა მოხდეს აქციაზე ჩემი აზრით. უნდა დადგეს საკითხი კობახიძის გადადგომის, თავრობის გადადგომის შესახებ და მე გაიშიფრება ვინ არის ნამდვილი პატრიოტი, ვინ ატარებს აქციას რისთვის. მადლობა. გასაგებია თქვენი შეხედულება და თქვენი სათქმელი 30 ნოემბერს. კვირა დღეა ეს. 4 საათზე ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან. იქვეა რუსთაველის ძეგლი, ყველას მოიხსენება. და ერთად ვამბობთ, არა არაბული ქალაქების მშენებლობას საქართველოში, არა მიგრანტების მასიურ შემოდინებას, არა ქართული მიწების გაყიდვას უცხოელებზე. ეს ზეპარტიული აქცია, ხაზს უსვამ ამას, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისი მომხრეა, ვისი მხარდამჭერია, ყველანი ვიკრიბებით, ვისაც გული შეგვტკივა სამშობლოსთვის და არ გვინდა ამ მიწების ჩაბარება არაბებისთვის. ამ აქციის ორგანიზატორი არც ერთი პარტია არ არის, არც პატრიოტთა ალიანსი არ არის ორგანიზატორი. საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, საქართველოს მოქალაქეები არიან იქ გაწევრიანებული და ამ ჯგუფმა დააანონსა აქცია 30 ნოემბერს. სახალხო შეკრების სახე ექნება ამას უფრო. ზარია, გისმენთ? მოგესალმები, ილია. მოგესალმებით. იმათვის მინდა, იმად გასაგონად მინდა ეხლა გამოვთქვა ჩემი მოსაზრება, ვისაც კიდე ეკლეპარება რაღაცეებში. ჩემო ძვირფასებო, კარგად დაფიქრდით რა. ყოველ თქვენ ნათქვამზე, ჩვენ წინაპრებს ასე ემშელა, რომ რადალა გვადგია, აქე იქი თურქები შემოგვესიმნენ, აქედან არაბები, იქიდან მონღოლები, რადალა გვადგია, რომ ჩვენ წინააღმდეგობა გაუწიოთ,
დღეს არც ქვეყანა იარდებდა და არც ჩვენ. აქედან გამომდინარე, კარგი დასკვნები გამოიტანეს, სწორი დასკვნები და კეთილი ინებე და გამოვგან. ეს ქვეყანა მარტო ისა რა ქვია, გადამფრიალებისა კი არ არის. ეს ქვეყანა ჩვენია ჯერ. და თუ ჩვენ რამეს მიუგდებთ იმას, აი იმისი მადლობლები იყვნენ. გმადლობთ მოსმენისათვის. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. დღევანდელ ინტერაქტივშიც ჩვენ ვსაუბრობთ ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ საკითხზე. ალბათ ახსოვს ჩვენს მაყურებელს და რადიო მსმენელს, როდესაც თვეების წინ ეს თემა გაჩნდა, ასე ვთქვათ, და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, პირველი იყო ობიექტივი, ვინც ხმა აღიმაღლა. ახსოვთ ეს გადაცემები, ეს ეთერები ჩვენს მაყურებლებს. გახსოვთ თქვენ ჩვენი გუნდის წევრების მრავალწლიანი ბრძოლა ქართული მიწების გასხვისების წინააღმდეგ. ეთერში ვუშვებთ 2017, 2018, 2019 წლის ფრაგმენტებს ირმა ინაშვილის საპარლამენტო გამოსვლებიდან, მათ შორის საკონსტიტუციო განხილვებზე, ირმა ინაშვილის მიმართვებს, სადაც ის ამბობს, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ქართული მიწა არ უნდა იყიდებოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მიღწევებიც იყო. ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა ჩვენს გუნდს, მაგალითად ის, რომ კანონმდებლობით აიკრძალა მიწების უცხოელებზე გაყიდვა. მაგრამ ქართულმა ოცნებამ მაინც დაიტოვა იქ გარკვეული ხვრელები. მაგალითად სტატუსს უცვლიდნენ მიწას, აი როგორც ახლა გვაქვს შემთხვევა და ამ გზით ხელისუფლება ყიდდა ქართულ მიწებს და ამას აგრძელებს ახლაც. ჩვენ მრავალი თვეა ამ ეთერიდან ვლაპარაკობთ, რომ არაბული ქალაქების, არაბული ამ ინვესტიციის წინააღმდეგ აქციები და გამოსვლებია საჭირო. მაგრამ უკვე 21 ოქტომბერს იყო რაღაც უფრო ცხადი, უფრო რეალური და გადაწყვეტილი საუბარი ამასთან დაკავშირებით, ჩამოიყვანეს არაბული კომპანიის მფლობელი საქართველოში, გადასცეს კინორუსთაველის შენობა და უკვე სასწრაფოდ ჩავნიშნეთ ჩვენ ეს აქცია 30 ნოემბერს, რომელიც ზეპარტიულია. არ აქვს მნიშვნელობა არც პარტიას, არც პოლიტიკურ ქულებს, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, მით უმეტეს პოლიტიკური ქულებისთვის ჩვენ არასდროს არ გვიბრძოლია, არც ახლა რა თქმა უნდა, არც ახლაც ასეა რა თქმა უნდა. ამიტომ ვიკრიბებით 30 ნოემბერს, კვირას 4 საათზე რუსთაველის ძეგლთან. ზარია, გისმენთ? ალო, გამარჯობათ. მოგესალმებით. ძალიან შეგოთებული ვარ. უბრალოდ საქართველოს მიწები როგორ უნდა გაყიდო უცხო ტომებზე. ქართველებს ხომ უნდა დაუტოვო ჩვენ შვილებს. ფული რა, ყველაფერი ხო არ არის. დიახ. ძალიან განერვიულებული ვარ და ნერვიულობ. მესმის, ასე ვართ ჩემო ბატონო, ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა მართლაც ნერვიულობთ და განვიცდით, გულიდან მოდის თითოეული სიტყვა. მე აგრეთვე შეგახსენებთ ქართული მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით ვაჟა ოთარაშვილის მრავალწლიან ბრძოლას. ჩვენი მეგობარი ბატონი ვაჟა სასამართლო პროცესებს აწყობდა ამ არაბული მიწების და არაბული სოფლების წინააღმდეგ. და ჩვენი გუნდიც არაერთ სასამართლო პროცესში მონაწილეობდა ვაჟა ოთარაშვილთან ერთად. რამდენი წელია მართლაც ამ ყველაფრის ირგვლივ ვართ გაერთიანებული მთელი საზოგადოება. ეს შეხსენება საჭიროა როგორც ჩანს, იმიტომ რომ ზოგიერთს მალე ავიწყდება ყველაფერი და ბოლოს შემოგიტრიალდებიან და დაგისვამენ კითხვას, აქამდე სად იყავიო, ახლა გაგახსენდაო? როგორ გაგვახსენდა ახლა, როდესაც 2017-2016 და უფრო ადრე პერიოდის გამოსვლები და ვიდეორგოლები არსებობს და ეს ეთერშიც გადის. ზარია ეთერში, მოგესალმებით, გისმენთ? ილია. დიახ, გისმენთ. ილია, მე ვიცმენ. თქვენ გისმენთ, ჩემო ბატონო, დაიწყეთ. ილია, შემოგევლოს ირაკლი პაპა. მოგესალმებით. აი ვიდეოსთან დაკავშირებით მინდა რომ ჩავატაროთ რეფერენდუმი არჩევნები. თავზე ვიზრუნოთ ჩვენი ეს უარგისი მთავრობა გადავირჩიოთ და ავირჩიოთ ვინც გინდა ის. აი ვიდეოში ჩავწეროთ რეფერენდუმი ჩავატაროთ ამ ვიდეოში.
გასაგებია თქვენი სათქმელი, მე შევახსენებ მაყურებელს და რადიო მსმენელს, არ გვინდა ახლა დაბნევა და რაღაც ზედმეტი სიტყვების ჩამატება, ახლა ეს გეზია არჩეული და შემდეგ სხვა გამოკითხვებში და სხვა მიმართულებებში სხვა ლოზუნგებიც იქნება. ავიღოთ საკუთარი მობილური ტელეფონი, თუ არ გვაქვს მობილური ტელეფონი, ნათესავიან ახლობელი მაინც ხომ გვყავს, გადავუღოთ საკუთარ თავს ან გადავაღებინოთ და ვთქვათ, მოკლე წინადადება. მე წინააღმდეგი ვარ საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის. შემდეგ ეს ვიდეო გამოვაგზავნეთ WhatsApp-ით, Telegram-ით, Viber-ით ან სხვადასხვა შესაძლებლობებით ნომერზე 591 94 95 45. ვიმეორებ 591 94 95 45. ნურც დარეკავთ ამ ნომერზე, ნურც მესიჯს გააგზავნით, ნურც რაღაც ხმოვან შეტყობინებას, მხოლოდ უკვე ჩაწერილი და გამზადებული ვიდეო გაუგზავნეთ. გთხოვთ ამას. ეს არის გამოკითხვა, ვიდეო გამოკითხვა, მილიონამდე ასეთი ვიდეო თუ შეგროვდება, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება და ასახვა ქართველი ხალხის ნებისა, რომ არა არაბულ ქალაქებს. ზარია, გამარჯობა. გამარჯობათ. იცით რა, მე გახლავთ პიროვნება, რომელიც ვარ ოცნების სამომცემელი, მაგრამ ამ პროექტს არ ვემსწრობი, ვეწინააღმდეგები. დავირებ მოსვლას. აი ძალიან საყურადღებოა. მაგრამ მაინტერესებს, რომ დადასტუროთ თუ გქონდათ ურთიერთობა აკინფოსთან, ის რომელიც აპირებს ისინი შვიდში ჩაატარონ შეკრება და რატომ ხდება ეს ფასალკე, თუ ეს არის არაპარტიული და საერთო სახალხო, თქვენ რატომ ვცდილობთ, რომ მოილაპარაკო და ერთად მოხდეს? ქალბატონო, კარგად გამიგეთ, ეს აქცია 30 ნოემბერს, რაც არის დაგეგმილი, არის უპარტიო აქცია. შეუძლია ალტინფოსაც შეუძლია მოვიდეს ქართულ ოცნებასაც. მაგრამ მე მაინტერესებს, თქვენ გქონდათ თუ არა კავშირი და თუ მოილაპარაკეთ, ვარი კი. მათ არ გქონიათ ჩვენთან კავშირი, არც ჩვენ მივსულ ვართ მათთან. გავიგე, პასუხობთ. პასუხობთ, ჩვენ ყველასთან სათითაოდ ვერ დავიწყებთ სიარულს. ვისაც გული უძგერს მოვა 30-ში, ეს ზეპარტიული აქციაა. სხვა აქციები თუ დაიგეგმება სხვა პატრიოტული ძალების მიერ, მივესალმებით. იქ ჩვენ მივალთ შემდეგ. ბევრი აქცია უნდა იყოს. ერთ აქციაში არაფერი არ სრულდება. კარგად გავიაზროთ ეს. ერთ აქციაში ვერ დასრულდება თემა. ბევრი აქცია და მოქმედებაა საჭირო. ასე რომ მივესალმებით ყველა სხვა აქციას, ყველა სხვა დამოუკიდებელ მოქმედებას. ხოლო ვისაც სურვილი აქვს 30-ში შემოუერთდება სახალხო შეკრება ზეპარტიულს. ძალიან მარტივად არის აქ საქმე. არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს ჩემი აზრით. აი საყურადღებო რამ თქვით თქვენ, მე ვარ ქართული ოცნების მომხრეო, ვეწინააღმდეგები არაბულ პროექტსო და მოვდივარ 30 ნოემბერს აქციაზე. აი ეს არის დიდი პატრიოტიზმი. თქვენ ხართ ნამდვილი პატრიოტი, ჩემო ქალბატონო. ზარია, გამარჯობა. არ შეიძლება ამკენთან. გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ. ეთერში ხართ, გისმენთ ობიექტივი. ობიექტივი. ეთერში ხართ, დაიწყეთ ლაპარაკი. კაი, გენაცვალე, ერთი რა მაინტერესებს, შილო. რა არის? ეკლესია რაც ამბობს ამ საკითხზე, ნუ თუ არ გამოხატა ამდენი ხანი თავისი აზრი. დიახ. დიდი მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით. საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით არ გავრცელებია. თუმცა ცოტა ხნის წინ მე შემოგთავაზეთ 2013 წლით დათარიღებული ვიდეო ჩვენი პატრიარქის ილია მეორის, რომელიც ამბობს, რომ ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვა დაუშვებელია. აგრეთვე აღსანიშნავია ისიც, რომ ცალკეულმა სასულიერო პირებმა უკვე გააკეთეს თავისი შეფასებები და კომენტარები, რომ ეს მიუღებელი და დასაგმობი თემაა, მაგალითად მეუფე სპირიდონის განცხადება მახსენდება და აი თან ვკითხულობ, არა საქართველოს არაბიზაცია შვილებო ამბობს მეუფე სპირიდონი. გიორგი თევდორაშვილმა ობიექტივის ეთერში განაცხადა, მე ვარ კატეგორიული მოწინააღმდეგე, რომ ჩვენს ქვეყანაში არაბების მიერ აშენდეს 2 მეგაპოლისი. მამა გიორგი, მეს გიორგი დარასელიას საავტორო გადაცემაში ბრძანა, გუშინაც იყო გიორგის გადაცემები და იქაც ცალკეულმა ყველა ჩვენმა სტუმარმა პრაქტიკულად დაგმო ეს არაბული პროექტი და
მთლიანობაში მე დარწმუნებული ვარ ჩვენი საპატრიარქოც ოფიციალურ დონეზე უფრო რაღაცნაირად ჩაერთვება ამ პროცესში. მე მჯერა ეს რომ იქნება ასე. ზარია გისმენთ? ისიც რა ეს ცალკეული პირები არა მთელი საპატრიარქო მთელი სამუდელობა უნდა იყოს გამოსული აქციაზე აი ეს აუცილებელია ესეთი მე ხალხი უნდა იყოს განწყობილი გაბრაზებული განწყობილი თუ მოვიდა ჩვეულები დადგა და დაიშალა რავი ეს კარგად იცის ჩვენმა მთავრობამ ასეთი რაღაცები ხდება და არა ამიტომ ყველა და აქცია გაგრძელოთ 2-3 დღე მაინც უნდა გაგრძელოთ დაიშალოთ იმავე დღესე არაფერი ვერ გამოვა. მადლობა თქვენ ზარისთვის ქალბატონო, ჩვენ მივმართავთ გულისხმობ ორგანიზატორები ყველანაირ მშვიდობიან გზას, აბსოლუტურად მშვიდობიანი სახალხო შეკრება იქნება ეს 30 ნოემბერს კვირას 4 საათზე რუსთაველის ძეგლთან, რუსთაველის მეტროსთან. ზარია გისმენთ? ალო. მოგესალმებით, გისმენთ? გენეცა. მე ვარ ოცნების სამგანზომი. დიახ. აი ქვედა თქვენთანები არიან მართლა მოხალატეები. არაბული სექტემი რომ მოდიან და ჩიდიოდნენ ის შენოვნები მომავალი ხო ჩება ჩვენთან არა. ხახო არაფერი იმია. აშენებენ დოლარს ზედნა. ხახო არაფერი იმია. აგე ჩინელებად გააკეთეს პოსტანი დაეცა რამდენი ჩინელია ახლა. იარიან მაგრამ იმდენი ყარა და ამბობ. რატო უწევს ასე საქართველოს წარმატებას? რატო უწევს? მოღალატეები გასაგებია ქალბატონო, მოღალატეები ყოფილვართ თურმე, ჩინური ქალაქი თქვენ ახსენეთ საქართველოში და ეს შენობები აშენდა თავიდანვე იმ პირობით, რომ გაიმართებოდა ოლიმპიადა და შემდეგ შენობები რჩებოდა საქართველოს და ეგ ჯარისკაცებს და დევნილებს, ქართველებს მისცეს ბინები შემდეგ და ეს არაფრით არ იყო ცუდი. არაფერი ტრაგედია ამაში არ იყო. ხოლო რაც შეეხება არაბულ ქალაქებს, თქვენ აქაც თქვით, რომ შენობები დარჩებაო და ხომ არ წაიღებენო. შენობები დარჩება, თვითონ იცხოვრებენ ამ შენობებში, თვითონ გამრავლდებიან და ერთ დღეს აღმოვაჩენთ ჩვენ, რომ არაბი უფრო მეტია საქართველოში, თურქი უფრო მეტია და ინდოელი ჯამურად, ვიდრე საქართველოს მოქალაქე და აი ამის წინააღმდეგ გამოვდივართ, არ გვინდა ისტორიული მტრების, არაბების ქალაქები აშენდეს საქართველოში. არ არის არც ერთი გვარი პრაქტიკულად, რომელთა წინაპრებსაც სისხლი არ დაუღრიათ საქართველოსთვის და სწორედ არაბები მოდიოდნენ და თურქები მათ შორის და სისხლს ღვრიდნენ ჩვენი წინაპრების ისტორიულად და მათ აქ ახლა ჩამოვიდნენ, ქალაქები ააშენონ, ქართველი მოსამსახურედ დაიყენონ, 30,000 თავიანთი მუშახელი ჩამოიყვანონ და ელვის სისწრაფით გამრავლდნენ? ეს გვინდა? როდესაც საგანგაშო დემოგრაფიული ვითარება გვაქვს ქვეყანაში, ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. ჩვენი ქართველებისგან იცლება ქვეყანა, უცხოელებით იუსება და ახლა კიდევ ეს გვინდა და ამას რომ ვაპროტესტებთ, ამიტომ ვართ მოღალატეები. ვერ დაგეთანხმებით ქალბატონო, შეიძლება თქვენ თავიდანვე თქვით რომ ხართ ქართული ოცნების მომხრე, მაგრამ ეს უპარტიო თემაა, აქ ჩვენი წინაპრები და მომავალი თაობა არ გვაპატიებს ხმას თუ არ ამოვიღებთ ამ თემაზე. კარგად გაიაზრეთ, გთხოვთ და შეისწავლეთ საკითხი. შეგახსენებთ 30 ნოემბრის აქციას, ვინც ახლა შემოგვიერთდით, დღის 4 საათზე 30 ნოემბერს კვირას რუსთაველის ძეგლთან ვიკრიბებით არა არაბულ ქალაქებს, არა ქართული მიწების გაყიდვას უცხოელებზე და არა მიგრანტების მასიურ შემოდინებას. ეს იქნება მთავარი ლოზუნგები და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვინც ახლა შემოგვიერთდა, რომ მონტენეგროში ზუსტად იგივე პროექტი არაბული იგივე კომპანიისა ჩავარდა ხალხის პროტესტის შემდეგ. ასე რომ ჩვენს პოზიციასაც ქართული საზოგადოებისა აქვს ძალიან დიდი ძალა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ილია ჩაჩიბაია ვარ, გემშვიდობებით.